ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ის დაბრუნდებოდა, ამბობს 90 წლის ქალი, რომლის ხელები 25 წლის შემდეგაც კი კანკალებს. ეს ქალი იყო ნოე ორდანიას პირადი მდივანი ლევილის სასახლეში, საფრანგეთში. მან ნახა ის, რასაც არავინ უნდა ენახა. ყოველ დილას, როცა ჟორდანია ბაღში მუშაობდა, ის ჩუმად იტიროდა. არა იმიტომ, რომ ხელების ტკიოდა. არა იმიტომ, რომ ღარიბი იყო. არამედ იმიტომ, რომ ყოველ ღამით ერთსა და იმავე კოშმარს ხედავდა, როგორ შედიოდა წითელი არმია თბილისში, როგორ ანგრევდნენ პირველი რესპუბლიკის დროშას, როგორ ტიროდნენ ქართველები ქუჩებში. ის ყოველ დილას იღვიძებდა და მეკითხებოდა, რა თარიღია დღეს. მე ვეუბნებოდი თარიღს და ის ჩუმად ითვლიდა, რამდენი დღე გავიდა საქართველოს დაკარგვიდან. რატომ ინახავდა ჟორდანია ყოველდღიურ დღიურს, სადაც აღნიშნავდა თითოეულ დღეს გადასახლებაში? რა იყო ჩაწერილი იმ დღიურის ბოლო გვერდზე, რომელიც მან სიკვდილამდე 2 საათით ადრე დაწერა? და რატომ, როცა საფრანგეთის პოლიცია შევიდა მის ოთახში, ეს დღიური აღარ იყო იქ? 1921 წლის თებერვლის 25-ე, როცა წითელი არმია შევიდა თბილისში, ნოე ჟორდანია იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მას ჰქონდა არჩევანი, დარჩენილიყო და ებრძოლა, ან გასულიყო და შეენარჩუნებინა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება. ის აირჩია მეორე. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, არავინ იცოდა 30 წლის განმავლობაში. ჟორდანიამ თან წაიღო არა მხოლოდ მთავრობის წევრები, არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო არქივები, არა მხოლოდ პირველი რესპუბლიკის ოქროს რეზერვები. ის თან წაიღო რაღაც, რაც ბოლშევიკებს არასოდეს მიუღწევიათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა. მაგრამ რა ფასი გადაიხადა მან ამისთვის? რა ფასი გადაიხადა მისმა ოჯახმა? და რატომ, როცა ის გარდაიცვალა 1955 წელს, საფრანგეთის მთავრობამ დაბეჭდა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 წლის შემდეგ? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქვეყნის ლიდერი. თქვენ გაქვთ ხალხის მანდატი, გაქვთ ლეგიტიმურობა, გაქვთ სახელმწიფო ბეჭედი. მაგრამ თქვენ აღარ გაქვთ ქვეყანა. თქვენი სამშობლო დაიკავა უცხო ძალამ. თქვენი ხალხი ტირის. თქვენი მეგობრები იხოცებიან. და თქვენ ცხოვრობთ პატარა სასახლეში საფრანგეთში, სადაც ყოველდღე ელოდებით ტელეგრამას, რომელიც არასოდეს მოვა. ტელეგრამას, რომელიც იტყვის დაბრუნდით, საქართველო თავისუფალია. ნოე ჟორდანია ელოდა ამ ტელეგრამას 24 წლის განმავლობაში. ყოველ დილას ის აღვიძებდა და პირველი, რასაც აკეთებდა, იყო პოსტის შემოწმება. მაგრამ ტელეგრამა არასოდეს მოვიდა. რა აფიქრებდა ჟორდანიას ყოველ ღამეს, როცა მარტო რჩებოდა თავის ოთახში? რა წერდა ის თავის ცოლს, რომელიც გარდაიცვალა მასზე ადრე? და რატომ, როცა საბჭოთა კავშირმა შესთავაზა მას ამნისტია და დაბრუნება, ჟორდანიამ უარი თქვა? ლევილის სასახლე, პატარა ქალაქი პარიზის მახლობლად. ეს არ იყო სასახლე იმ გაგებით, როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ. ეს იყო ჩვეულებრივი საფრანგეთის მანორი, რომელიც საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ იქირავა 1921 წელს. აქ ცხოვრობდნენ 30-ზე მეტი ადამიანი, მინისტრები, მათი ოჯახები, მდივნები, დაცვა. ყველა ისინი ელოდნენ იმას, რომ ერთ დღეს საბჭოთა კავშირი დაიშლება და ისინი დაბრუნდებიან თბილისში. მაგრამ წლები გადიოდა. 1925 წელი გადავიდა. 1935, 1935, 1935, 1935 და ისინი კვლავ ელოდნენ. ნოე ჟორდანია ყოველდღე მუშაობდა ბაღში. ის თავად ზრდიდა ბოსტნეულს, თავად ულიდა ხეებს, თავად აწყობდა ღობეებს. ადამიანები, რომლებიც მას ხედავდნენ, ფიქრობდნენ, ეს უბრალო ფერმერია. მაგრამ ყოველ საღამოს, როცა ის შედიოდა თავის კაბინეტში, ის ხდებოდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ის აწერდა ოფიციალურ წერილებს დასავლეთის ლიდერებს. ის აწერდა მემორანდუმებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ის აწერდა მიმართვებს ქართველ ემიგრანტებს მთელ მსოფლიოში. და ყოველ წერილში ის იმეორებდა ერთსა და იმავეს, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საბჭოთა ოკუპაცია არის უკანონო და ჩვენ, ლეგიტიმური მთავრობა, არასოდეს ვაღიარებთ ამ ოკუპაციას. მაგრამ რა ხდებოდა იმ წერილების უკან? რა ხდებოდა იმ ღამეებში, როცა ჟორდანია მარტო რჩებოდა თავის ოთახში? მისი ყოფილი მდივანი გვიყვება, ის ინახავდა პატარა ყუთს თავის მაგიდის უჯრაში. ამ ყუთში იყო ქართული მიწა. ის თან წამოიღო თბილისიდან, როცა გაემგზავრა.
ყოველ ღამეს სანამ დაიძინებდა, ის იღებდა ამ ყუთს, ხსნიდა მას და უყურებდა ამ მიწას. ზოგჯერ ის იღებდა ერთ მტვერს და დებდა ენაზე. მე ვკითხე მას ერთხელ, რატომ აკეთებთ ამას? მან მითხრა, რომ არ დავივიწყო, როგორი გემო აქვს საქართველოს. ეს ყუთი დღესაც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მაგრამ არავინ იცის, როდის და როგორ დაბრუნდა ეს ყუთი საქართველოში. არავინ იცის, ვინ მოიტანა ის. და არავინ იცის, რატომ ამ ყუთის ფსკერზე ჩაწერილია ერთი წინადადება ჟორდანიას ხელით, ამ მიწაში დამიმარხეთ, როცა საქართველო გათავისუფლდება. 1921 წლის თებერვალი. თბილისი იკავება წითელი არმიის მიერ. ნოე ჟორდანია და საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდიან. მაგრამ რა მოხდა იმ ბოლო დღეებში თბილისში? რა მოხდა იმ ბოლო საათებში, სანამ ჟორდანია დატოვებდა საქართველოს? ყოფილი მინისტრის შვილი, რომელიც იმ დროს იყო 15 წლის გვიყვება, ჩემი მამა შემოვიდა სახლში თებერვლის 35 სტილით. მისი სახე თეთრი იყო. მან თქვა, ვაკეთებთ ჩანთებს, ვტოვებთ ქვეყანას. მე ვკითხე, რატომ? მან თქვა, რადგან თუ დავრჩებით, ყველას მოგკლავენ. მე ვკითხე, როდის დაუბრუნდებით? მან თქვა, 2 თვეში, მაქსიმუმ 3-ში. დასავლეთი არ დაუშვებს საბჭოთა ოკუპაციას. მაგრამ 2 თვე გადავიდა. 3 თვე. 6 თვე. 1 წელი. 5 წელი. 10 წელი. 20 წელი. და ისინი კვლავ იყვნენ საფრანგეთში. ის ბიჭი, რომელიც 15 წლის იყო, როცა დატოვა საქართველო, გახდა 50 წლის კაცი საფრანგეთში. მან არასოდეს დაინახა საქართველო. მაგრამ მისი მამა ყოველ დღე, ყოველ საღამოს უყვებოდა მას საქართველოზე. უყვებოდა თბილისის ქუჩებზე, მთაწმინდის პარკზე, მტკვარზე, ქართულ სიმღერებზე, ქართულ ენაზე. და ყოველ საღამოს ის ამთავრებდა ერთი და იმავე ფრაზით, როცა დაუბრუნდებით, მე გიჩვენებ ყველაფერს. მაგრამ რატომ იყო ჟორდანია დარწმუნებული, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ? რა ინფორმაცია ჰქონდა მას, რაც სხვებს არ ჰქონდათ? საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში ინახება საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც გახსნილი იქნა მხოლოდ 2015 წელს. ამ დოკუმენტებში არის მიმოწერა ჟორდანიასა და საფრანგეთის მთავრობას შორის. ერთ-ერთ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1924 წლით, ჟორდანია წერს, საფრანგეთის მთავრობამ დაგვპირდა, რომ როცა საბჭოთა კავშირი დაიშლება, საფრანგეთი აღიარებს საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას როგორც ლეგიტიმურ მთავრობას. ეს დაპირება იყო ის, რაც აძლევდა ჟორდანიას იმედს. ეს დაპირება იყო ის, რისთვისაც ის ცხოვრობდა. მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ არასოდეს შეასრულა ეს დაპირება. რატომ? რა შეიცვალა? და რატომ, როცა ჟორდანია გარდაიცვალა 1955 წელს, საფრანგეთის მთავრობამ არ გამოაცხადა ოფიციალური გლოვა? ლევილის სასახლეში ცხოვრება იყო უცნაური. ერთი მხრივ ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრება, ადამიანები ჭამდნენ, სვამდნენ, მუშაობდნენ, ზრუნავდნენ ოჯახებზე. მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო ცხოვრება მუდმივ მოლოდინში. მოლოდინში იმისა, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება. ყოფილი მინისტრის ქალიშვილი გვიყვება, ჩვენ ყოველ დღე ვსწავლობდით ქართულ ენას. ჩემი მამა მეუბნებოდა, როცა დაუბრუნდებით საქართველოში, შენ უნდა იცოდე ქართული. მე ვკითხე, მაგრამ ჩვენ ხომ ვცხოვრობთ საფრანგეთში? მან თქვა, არა, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. უბრალოდ დროებით ვართ საფრანგეთში. ეს იყო ფსიქოლოგია, რომელიც ჟორდანია ქმნიდა ლევილის სასახლეში. ყველა უნდა გრძნობდა, რომ ისინი არ არიან ემიგრანტები. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დროებით არიან საფრანგეთში. ყოველ დღეს ზუსტად 12 საათზე ლევილის სასახლის ეზოში აღმართავდნენ საქართველოს დროშას. ყველა, ვინც იყო სასახლეში, უნდა გამოსულიყო და დაედგა ყურადღებაზე. ჟორდანია თავად აღმართავდა დროშას. შემდეგ ყველა მღეროდა საქართველოს ჰიმნს. ეს რიტუალი გრძელდებოდა 24 წლის განმავლობაში. ყოველ დღე, ყოველ ამინდში, ყოველ სეზონში. არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ადამიანები ავად, იყო თუ არა ისინი დაღლილები, იყო თუ არა ისინი დეპრესიაში. 12 საათზე ყველა უნდა დაედგა და მიეგო პატივი საქართველოს დროშას. მაგრამ რა ხდებოდა იმ ადამიანების გულში, რომლებიც ყოველდღე მღეროდნენ ჰიმნს ქვეყნისა, რომელიც აღარ არსებობდა? რა ხდებოდა იმ ბავშვების გულში, რომლებიც დაიბადნენ საფრანგეთში, მაგრამ მათ ასწავლიდნენ, რომ ისინი ქართველები არიან?
ერთ-ერთი ამ ბავშვის, რომელიც დღეს უკვე 100 წლისაა, გვიყვება, მე დავიბადე ლევილის სასახლეში 1925 წელს. მე არასოდეს მინახავს საქართველო. მაგრამ ჩემი მამა მეუბნებოდა, შენ ქართველი ხარ? არა ფრანგი. ქართველი. მე ვკითხე, მაგრამ მე დავიბადე საფრანგეთში. მან თქვა, არა, შენ დაიბადე საქართველოში. უბრალოდ შენი დედა იმ დროს იყო საფრანგეთში. ეს იყო ლოგიკა, რომელიც ჟორდანია ქმნიდა. ყველა, ვინც იყო ლევილის სასახლეში, იყო საქართველოში. რადგან ლევილის სასახლე იყო საქართველო. ეს იყო საქართველოს ტერიტორია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფო. და ჟორდანია იყო ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელი. 1935 წელი. ჟორდანია უკვე 50 წლისაა. მისი ჯანმრთელობა უარესდება. მაგრამ ის კვლავ მუშაობს. ყოველ დღე ის წერს წერილებს, მემორანდუმებს მიმართვებს. ყოველ დღე ის ხვდება ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც მოდიან ლევილის სასახლეში. ყოველ დღე ის ელაპარაკება მათ და ეუბნება, არ დაივიწყოთ საქართველო. არ დაივიწყოთ, რომ თქვენ ქართველები ხართ. არ დაივიწყოთ, რომ ერთ დღეს ჩვენ დაუბრუნდებით. მაგრამ მისი თვალებში ჩანს რაღაც სხვა. ჩანს ეჭვი. ჩანს შიში. შიში იმისა, რომ იქნებ ის ცდებოდა. იქნებ ისინი არასოდეს დაბრუნდნენ. იქნებ საქართველო ნამდვილად დაიკარგა. მისი ყოფილი მდივანი გვიყვება, ერთხელ 1935 წელს ჟორდანია მეკითხა, რამდენი წელი გავიდა, რაც ჩვენ დავტოვეთ საქართველო. მე ვუთხარი, 14 წელი. მან თქვა 14 წელი. და ჩვენ კვლავ აქ ვართ. მე ვკითხე, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ არასოდეს დაუბრუნდებით? მან თქვა, არა, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით. მაგრამ იქნებ არა ჩემს სიცოცხლეში. იქნებ ჩემი შვილების სიცოცხლეში. იქნებ ჩემი შვილიშვილების სიცოცხლეში. მაგრამ საქართველო აუცილებლად გათავისუფლდება. ეს იყო რწმენა, რომელიც ინარჩუნებდა ჟორდანიას. რწმენა იმისა, რომ საქართველო ერთ დღეს გათავისუფლდება. მაგრამ საიდან მოდიოდა ეს რწმენა? რა იყო ის, რაც აძლევდა მას ძალას ყოველდღე გაგრძელებისთვის? საფრანგეთის ეროვნულ არქივში ინახება ჟორდანიას პირადი დღიური. ეს დღიური დაიწერა 1921 წლიდან 1955 წლამდე. 24 წლის განმავლობაში ჟორდანია ყოველდღე წერდა ამ დღიურში. ის წერდა თავის აზრებს, თავის შიშებს, თავის იმედებს. და ყოველ ჩანაწერში ის იმეორებდა ერთსა და იმავეს, დღეს არის თარიღი. დღეს არის რიცხვი დღე, რაც საქართველო ოკუპირებულია. მაგრამ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ოკუპაციას. ჩვენ ვართ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა. და ჩვენ ერთ დღეს დაუბრუნდებით. ამ დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1955 წლის იანვრის 11-ით. ჟორდანია გარდაიცვალა იანვრის 14-ს. ბოლო ჩანაწერში ის წერს, დღეს არის ვინმე 1955 წლის იანვრის 11. დღეს არის 8794 დღე, რაც საქართველო ოკუპირებულია. მე ვარ 90 წლის. მე ვიცი, რომ მე აღარ დაუბრუნდები საქართველოში. მაგრამ მე ვიცი, რომ საქართველო ერთ დღეს გათავისუფლდება. და როცა ეს მოხდება, მე მინდა, რომ ყველა მიცოდეს, ჩვენ, საქართველოს ემიგრანტული მთავრობა, არასოდეს ვაღიარეთ საბჭოთა ოკუპაცია. ჩვენ ვინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვინარჩუნეთ საქართველოს ლეგიტიმურობა. და ეს ლეგიტიმურობა ერთ დღეს დაუბრუნდება ქართულ ხალხს. რა გრძნობდა ჟორდანია, როცა წერდა ამ სიტყვებს? რა გრძნობდა ის, როცა აცნობიერებდა, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა საქართველოში? რა გრძნობდა ის, როცა აცნობიერებდა, რომ მისი ცხოვრების ბოლო 24 წელი გაატარა მოლოდინში, რომელიც არასოდეს განხორციელდა? მისი ყოფილი მდივანი გვიყვება, ბოლო დღეებში ჟორდანია ძალიან სუსტი იყო. მას ძლივს შეეძლო ლაპარაკი. მაგრამ ერთხელ სიკვდილამდე 2 დღით ადრე, მან მომიძახა და მითხრა, მომიტანე ის ყუთი. მე ვიცოდი, რომელ ყუთზე საუბრობდა. ის ყუთი, სადაც იყო ქართული მიწა. მე მოვიტანე ეს ყუთი. მან გახსნა ის და აიღო ერთი მტვერი მიწა. მან დადო ეს მტვერი ენაზე. შემდეგ მან დახუჭა თვალები და თქვა, ეს არის საქართველოს გემო. ეს არის ის, რისთვისაც მე ვიცოცხლე. ეს არის ის, რისთვისაც მე მოვკვდები. მაგრამ მე ვიცი, რომ საქართველო ერთ დღეს გათავისუფლდება. და როცა ეს მოხდება, ამ მიწაში დამიმარხეთ.
1955 წლის იანვრის მე-14. ლევილის სასახლის მეორე სართულზე, პატარა ოთახში, რომელიც 24 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მთავრობის რეზიდენცია, ნოე ჟორდანია აღარ იღვიძებს. მისი გვერდით დგას 6 ადამიანი, ის 6, ვინც დარჩა იმ 30-დან, რომლებიც 1921 წელს დატოვეს თბილისი. 6 ადამიანი, რომლებმაც 24 წელი გაატარეს მოლოდინში. 6 ადამიანი, რომლებმაც იციან, ისინი აღარასოდეს დაბრუნდებიან საქართველოში. მაგრამ ჟორდანიას მაგიდაზე დევს დოკუმენტი, რომელიც არავინ იცნობს. დოკუმენტი, რომელიც დაბეჭდილია საქართველოს სახელმწიფო ბეჭდით. დოკუმენტი, რომელზეც წერია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის უფლებამოსილება გადადის. და აქ წინადადება წყდება. ვის გადადის ეს უფლებამოსილება? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჟორდანია ანდობდა საქართველოს მომავალს? და რატომ, როცა საფრანგეთის პოლიცია შევიდა ოთახში, ეს დოკუმენტი აღარ იყო იქ? ჟორდანიას დაკრძალვა მოხდა პარიზის ლევილის სასაფლაოზე. არა თბილისში, სადაც ის იბადა. არა მთაწმინდაზე, სადაც დაკრძალულნი არიან საქართველოს დიდი ადამიანები. არამედ პატარა საფრანგეთის სასაფლაოზე, სადაც არავინ იცნობს მის სახელს. დაკრძალვაზე მოვიდა 30 ადამიანი. 30 ქართველი ემიგრანტი, რომლებიც ცხოვრობდნენ პარიზში. არ მოვიდა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი. არ მოვიდა დასავლეთის ქვეყნების ელჩები. არ მოვიდა ჟურნალისტები. 30 ადამიანი დგას პატარა საფლავთან და მღერის საქართველოს ჰიმნს. ისინი მღერიან იმ ქვეყნის ჰიმნს, რომელიც აღარ არსებობს. ისინი მღერიან იმ ქვეყნის ჰიმნს, რომელიც 24 წლის განმავლობაში იყო მხოლოდ ლევილის სასახლეში. და როცა ისინი ამთავრებენ ჰიმნს, ერთ-ერთი მათგანი იღებს იმ ყუთს ქართული მიწით და აყრის ამ მიწას ჟორდანიას საფლავზე. ეს არის საქართველო, ამბობს ის. ეს არის ის, ვისთვისაც ის იცოცხლა. ეს არის ის, ვისთვისაც ის მოკვდა. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა ლევილის სასახლესთან? რა მოხდა იმ 6 ადამიანთან, რომლებიც დარჩნენ? ყოფილი მინისტრის შვილი გვიყვება, ჩემი მამა გარდაიცვალა 1958 წელს. სიკვდილამდე 2 დღით ადრე მან მომიძახა და მითხრა, შენ უნდა გააგრძელო. მე ვკითხე, რა უნდა გავაგრძელო? მან თქვა, საქართველოს ემიგრანტული მთავრობა. მე ვკითხე, მაგრამ საქართველო აღარ არსებობს. მან თქვა, საქართველო არსებობს. საქართველო არსებობს იქ, სადაც არის ქართველი, რომელიც იცავს საქართველოს იდეას. შენ უნდა იყო ეს ქართველი. ეს იყო მანდატი, რომელიც გადაეცა თაობიდან თაობას. მანდატი, რომელიც ამბობდა, თქვენ ხართ საქართველოს მცველები. თქვენ ხართ ისინი, ვინც ინარჩუნებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. თქვენ ხართ ისინი, ვინც ელოდება იმ დღეს, როცა საქართველო გათავისუფლდება. 1955 წლიდან 1955 წლამდე ლევილის სასახლე კვლავ არსებობდა. კვლავ ცხოვრობდნენ იქ ქართველი ემიგრანტები. კვლავ აღმართავდნენ საქართველოს დროშას ყოველ დღე 12 საათზე. კვლავ მღეროდნენ საქართველოს ჰიმნს. მაგრამ რაღაც შეიცვალა. ადამიანები, რომლებიც ახლა ცხოვრობდნენ ლევილის სასახლეში, არ იყვნენ ისინი, ვინც დატოვა საქართველო 1921 წელს. ისინი იყვნენ მათი შვილები. მათი შვილიშვილები. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ საფრანგეთში. ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნახავთ საქართველო. ადამიანები, რომლებისთვისაც საქართველო იყო არა რეალობა, არამედ მითი. მითი, რომელსაც უყვებოდნენ მათი მშობლები. მითი, რომელსაც უყვებოდნენ მათი ბაბუები. მითი, რომელიც ამბობდა, ერთ დღეს ჩვენ დაუბრუნდებით. 1955 წელი. მეორე მსოფლიო ომი მთავრდება. საბჭოთა კავშირი არის გამარჯვებული. დასავლეთი აღიარებს საბჭოთა კავშირს როგორც ლეგიტიმურ სახელმწიფოს. და ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი აღიარებს საბჭოთა კავშირის უფლებას საქართველოზე. ლევილის სასახლეში ადამიანები ხვდებიან, ეს არის დასასრული. ეს არის ის მომენტი, როცა მათი იმედი კვდება. საფრანგეთის მთავრობა აღარ აღიარებს საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას. საფრანგეთის მთავრობა ამბობს, თქვენ ხართ ემიგრანტები, არა მთავრობა. თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება საქართველოზე. საქართველო არის საბჭოთა კავშირის ნაწილი. მაგრამ ლევილის სასახლეში ადამიანები არ ეთანხმებიან. ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა. ჩვენ არ ვაღიარებთ საბჭოთა ოკუპაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას.
მაგრამ როგორ შეიძლება ბრძოლა, როცა არავინ გიჭერს მხარს? როგორ შეიძლება ბრძოლა, როცა მთელი მსოფლიო ამბობს, თქვენ წააგეთ? როგორ შეიძლება ბრძოლა, როცა თქვენი საკუთარი შვილები კითხულობენ, რატომ ვაგრძელებთ ამ თამაშს? ყოფილი მინისტრის შვილიშვილი გვიყვება, მე დავიბადე 1955 წელს. მე არასოდეს მინახავს საქართველო. მე არ ვიცი, როგორია საქართველო. მაგრამ ჩემი ბაბუა მეუბნებოდა, შენ ქართველი ხარ. მე ვკითხე, მაგრამ მე დავიბადე საფრანგეთში. მან თქვა, არა, შენ დაიბადე საქართველოში. საქართველო არის იქ, სადაც არის ქართველი. და შენ ხარ ქართველი. ეს იყო ლოგიკა, რომელიც გადაეცა თაობიდან თაობას. ლოგიკა, რომელიც ამბობდა, თქვენ არ ხართ ემიგრანტები. თქვენ ხართ ქართველები, რომლებიც დროებით არიან საფრანგეთში. 1955 წლიდან 1955 წლამდე ლევილის სასახლე ცხოვრობდა ორ რეალობაში. ერთი რეალობა იყო გარეთ საფრანგეთი, სადაც ისინი იყვნენ ემიგრანტები, უცხოელები, ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობდა. მეორე რეალობა იყო შიგნით ლევილის სასახლე, სადაც ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მთავრობის წევრები, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მისია. ყოველ დღე ისინი ცხოვრობდნენ ამ ორ რეალობაში. დილით ისინი გადიოდნენ საფრანგეთში, მუშაობდნენ, ყიდულობდნენ საჭმელს, ესაუბრებოდნენ ფრანგებს. მაგრამ საღამოს ისინი ბრუნდებოდნენ ლევილის სასახლეში და აქ ისინი კვლავ იყვნენ საქართველოში. აქ ისინი ლაპარაკობდნენ ქართულად. აქ ისინი მღეროდნენ ქართულ სიმღერებს. აქ ისინი ელაპარაკებოდნენ საქართველოზე. და აქ ისინი ელოდნენ იმ დღეს, როცა საქართველო გათავისუფლდება. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ლოდინი? რამდენ ხანს შეიძლება ცხოვრება ორ რეალობაში? რამდენ ხანს შეიძლება რწმენა იმისა, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება? 1955 წელი. 1955 წელი. 1955 წელი. 1955 წელი. 1955 წელი. 30 წელი გადის. 40 წელი. 50 წელი. და ისინი კვლავ ელოდებიან. ყოფილი მინისტრის შვილიშვილი გვიყვება, ჩემი დიდი ბაბუა გარდაიცვალა 1955 წელს. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მან მომიძახა და მითხრა, შენ უნდა გააგრძელო. მე ვკითხე, რა უნდა გავაგრძელო? მან თქვა, ლოდინი. მე ვკითხე, მაგრამ რას ველოდები? მან თქვა, საქართველოს გათავისუფლებას. მე ვკითხე, მაგრამ როდის მოხდება ეს? მან თქვა, მე არ ვიცი. იქნებ ხვალ. იქნება 10 წლის შემდეგ. იქნება 100 წლის შემდეგ. მაგრამ ეს მოხდება. და როცა ეს მოხდება, შენ უნდა იყო მზად. 1991 წელი. საბჭოთა კავშირი იშლება. საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას. ლევილის სასახლეში ადამიანები ხვდებიან, ეს არის ის დღე. ეს არის ის დღე, რომელსაც ისინი ელოდნენ 70 წლის განმავლობაში. ეს არის ის დღე, რომელზეც საუბრობდა ნოე ჟორდანია. ეს არის ის დღე, როცა საქართველო გათავისუფლდა. მაგრამ რა ხდება შემდეგ? ლევილის სასახლეში ადამიანები ელოდებიან მოწვევას. მოწვევას, რომელიც იტყვის დაბრუნდით საქართველოში. დაბრუნდით და აიღეთ ხელისუფლება. თქვენ ხართ ლეგიტიმური მთავრობა. მაგრამ ეს მოწვევა არასოდეს მოდის. საქართველოს ახალი მთავრობა არ აღიარებს ლევილის სასახლეს. საქართველოს ახალი მთავრობა ამბობს, თქვენ ხართ ისტორია. თქვენ ხართ წარსული. ჩვენ ვართ მომავალი. რა გრძნობენ ლევილის სასახლის ადამიანები, როცა ისმენენ ამ სიტყვებს? რა გრძნობენ ისინი, როცა აცნობიერებენ, რომ 70 წლის ლოდინი იყო ამაო? რა გრძნობენ ისინი, როცა აცნობიერებენ, რომ ნოე ჟორდანია, რომელიც გარდაიცვალა 46 წლის წინ, არასოდეს დაინახავს თავისუფალ საქართველოს? ყოფილი მინისტრის შვილიშვილი გვიყვება, 1991 წელს, როცა საქართველომ აცხადა დამოუკიდებლობა, ჩემი დიდი ბაბუა იყო 90 წლის. ის იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელიც დაიბადა საქართველოში და გახსოვდა საქართველო. მე მივედი მასთან და ვუთხარი, დიდო, საქართველო თავისუფალია. მან დახუჭა თვალები და დაიწყო ტირილი. მე ვკითხე, რატომ ტირი? ეს ხომ ბედნიერების დღეა. მან თქვა, მე ვტირი იმიტომ, რომ ნოე ჟორდანია არ დაინახა ეს დღე.
მე ვტირი იმიტომ, რომ ჩემი მამა არ დაინახა ეს დღე. მე ვტირი იმიტომ, რომ ჩემი ბაბუა არ დაინახა ეს დღე. ისინი ყველანი გარდაიცვალნენ მოლოდინში. მოლოდინში, რომელიც გრძელდებოდა 70 წელი. 1992 წელი. ლევილის სასახლე იხურება. საქართველოს ემიგრანტული მთავრობა ოფიციალურად წყვეტს არსებობას. 70 წლის შემდეგ ის, რაც დაიწყო 1921 წელს, მთავრდება. მაგრამ რა რჩება? რა რჩება იმ 70 წლის ლოდინისგან? რა რჩება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გაატარეს მთელი ცხოვრება მოლოდინში? საფრანგეთის ეროვნულ არქივში ინახება ლევილის სასახლის დოკუმენტები. ათასობით დოკუმენტი. წერილები, მემორანდუმები, მიმართვები, დღიურები, ფოტოები. ყველა ეს დოკუმენტი ყვება ერთსა და იმავეს, ადამიანები, რომლებიც არასოდეს დაივიწყეს საქართველოს. ადამიანები, რომლებიც 70 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ადამიანები, რომლებიც სჯეროდათ, რომ ერთ დღეს საქართველო გათავისუფლდება. მაგრამ იყო თუ არა ეს ამაო? იყო თუ არა 70 წლის ლოდინი უაზრო? იყო თუ არა ნოე ჟორდანიას ცხოვრება უაზრო? 1991 წელს, როცა საქართველომ აცხადა დამოუკიდებლობა, საქართველოს ახალმა მთავრობამ გამოაცხადა, ჩვენ ვაგრძელებთ პირველი რესპუბლიკის ტრადიციებს. ჩვენ ვართ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეები. ჩვენ ვაღიარებთ პირველი რესპუბლიკის ლეგიტიმურობას. და ეს ნიშნავს, რომ ნოე ჟორდანია არ ცდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ლევილის სასახლე არ იყო ამაო. ეს ნიშნავს, რომ 70 წლის ლოდინი არ იყო უაზრო. რადგან ლევილის სასახლემ შეინარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ლევილის სასახლემ შეინარჩუნა საქართველოს ლეგიტიმურობა. ლევილის სასახლემ შეინარჩუნა საქართველოს იდეა. 2015 წელი. საფრანგეთის მთავრობა გადაწყვეტს, ნოე ჟორდანიას ნეშტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. 9-30 წლის შემდეგ ნოე ჟორდანია ბრუნდება სახლში. მისი ნეშტი ექსჰუმირდება პარიზის ლევილის სასაფლაოდან და გადაიტანება თბილისში. მთაწმინდის პანთეონში, სადაც დაკრძალულნი არიან საქართველოს დიდი ადამიანები, ნოე ჟორდანია საბოლოოდ ბრუნდება სახლში. დაკრძალვაზე მოდის ათასობით ადამიანი. მოდის საქართველოს პრეზიდენტი. მოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოდის საქართველოს პარლამენტის წევრები. მოდის ქართველი ხალხი. და ყველა ისინი მღერიან საქართველოს ჰიმნს, იმ ჰიმნს, რომელსაც ნოე ჟორდანია მღეროდა ყოველდღე ლევილის სასახლეში. იმ ჰიმნს, რომელსაც ის მღეროდა 70 წლის განმავლობაში. იმ ჰიმნს, რომელიც ამბობდა, საქართველო არასოდეს დაიკარგება. რა გრძნობდა ნოე ჟორდანია, თუ ის ხედავდა ამ დღეს? რა გრძნობდა ის, თუ ის იცოდა, რომ 90 წლის შემდეგ ის დაბრუნდებოდა საქართველოში? რა გრძნობდა ის, თუ ის იცოდა, რომ მისი ცხოვრება არ იყო ამაო? ლევილის სასახლის ბოლო მცხოვრები, რომელიც დღეს ცხოვრობს თბილისში, გვიყვება, ჩემი დიდი ბაბუა იყო ნოე ჟორდანიას პირადი მდივანი. ის გარდაიცვალა 1955 წელს, ნოე ჟორდანიას გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ. სიკვდილამდე 1 დღით ადრე მან დაწერა წერილი, რომელიც უნდა გახსნილიყო მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო გათავისუფლდებოდა. ეს წერილი გაიხსნა 1991 წელს. წერილში იყო ჩაწერილი, ნოე ჟორდანია არ ცდებოდა. ის იცოდა, რომ საქართველო ერთ დღეს გათავისუფლდებოდა. ის იცოდა, რომ ლევილის სასახლე არ იყო ამაო. ის იცოდა, რომ ჩვენი ლოდინი არ იყო უაზრო. რადგან ჩვენ ვინარჩუნეთ საქართველოს სული. ჩვენ ვინარჩუნეთ საქართველოს იდეა. ჩვენ ვინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. და ეს სახელმწიფოებრიობა ერთ დღეს დაუბრუნდა ქართულ ხალხს. დღეს, როცა თქვენ დგახართ მთაწმინდის პანთეონში ნოე ჟორდანიას საფლავთან, თქვენ ხედავთ მარმარილოს ფილას. ამ ფილაზე ჩაწერილია ნოე ჟორდანიას საქართველოს პირველი რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მაგრამ ამ ფილაზე არ არის ჩაწერილი ის, რაც ნამდვილად უნდა იყოს ჩაწერილი. არ არის ჩაწერილი ადამიანი, რომელმაც 70 წელი გაატარა მოლოდინში. არ არის ჩაწერილი ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. არ არის ჩაწერილი ადამიანი, რომელმაც არასოდეს დაივიწყა საქართველო. მაგრამ იქნებ ეს სიტყვები არ არის საჭირო. იქნებ საკმარისია ის, რომ ნოე ჟორდანია დაბრუნდა სახლში. საკმარისია ის, რომ ის დაკრძალულია მთაწმინდაზე, საქართველოს დიდ ადამიანებთან ერთად.
საკმარისია ის, რომ ყოველდღე ათასობით ადამიანი მიდის მთაწმინდაზე და ხედავს მის საფლავს. და იქნებ ზოგიერთი მათგანი ჩერდება და ფიქრობს, ვინ იყო ეს ადამიანი? რა გააკეთა მან? რატომ არის ის დაკრძალული აქ? და თუ ისინი კითხულობენ ნოე ჟორდანიას ისტორიას, ისინი გაიგებენ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც არასოდეს დანებდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც 70 წელი გაატარა მოლოდინში. ეს იყო ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ამბობდა, საქართველო აღარ არსებობს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ინახავდა პატარა ყუთს ქართული მიცით და ყოველღამეს დებდა ამ მიწას ენაზე, რომ არ დაევიწყებინა საქართველოს გემო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გარდაიცვალა საფრანგეთში, მაგრამ არასოდეს დატოვა საქართველო. რადგან საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია. საქართველო არ არის მხოლოდ მთები და მდინარეები. საქართველო არის იდეა. იდეა, რომელიც ცხოვრობს ყოველ ქართველში. იდეა, რომელიც არასოდეს კვდება. იდეა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. და ნოე ჟორდანია იყო ის ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ეს იდეა მაშინ, როცა ყველა სხვა ფიქრობდა, რომ ეს იდეა დაიკარგა. 1955 წლის იანვრის მე-15. ლევილის სასახლის დერეფანში დგას 6 ადამიანი და ყურს უგდებენ რადიოს. BBC ატარებს ამბავს, საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში. 6 ადამიანი ერთმანეთს უყურებს. ისინი იციან, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი ახლა არის ძლიერი. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი აღიარებს საბჭოთა კავშირს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დაბრუნება ახლა უფრო შორსა, ვიდრე ოდესმე. ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი მინისტრი, რომელიც ახლა უკვე 70 წლისაა, ჩუმად ამბობს, ჟორდანია მართალი იყო. ის იცოდა, რომ ჩვენ არ დაუბრუნდებოდით მის სიცოცხლეში. მაგრამ რატომ გააგრძელეს მათ? რატომ არ დატოვეს ლევილის სასახლე და არ დაიწყეს ახალი ცხოვრება საფრანგეთში? რატომ გააგრძელეს ისინი ლოდინი, როცა ყველა იცოდა, რომ ეს ლოდინი შეიძლება გრძელდებოდა კიდევ 10 წლეულებით? საფრანგეთის დაზვერვის არქივებში ინახება საიდუმლო ანგარიში, რომელიც დაწერილია 1955 წლის მარტში. ამ ანგარიშში საფრანგეთის აგენტი წერს, ლევილის სასახლეში ცხოვრობენ 6 ქართველი. ისინი ყოველდღე აღმართავენ საქართველოს დროშას. ისინი ყოველდღე მღერიან საქართველოს ჰიმნს. ისინი ყოველდღე ლაპარაკობენ საქართველოს დაბრუნებაზე. მაგრამ ისინი იციან, რომ ეს არასოდეს მოხდება. ისინი იციან, რომ საბჭოთა კავშირი არის ძლიერი. ისინი იციან, რომ დასავლეთი არ დაეხმარება მათ. მაშინ რატომ აგრძელებენ ისინი? რატომ არ დანებდებიან? ეს იყო კითხვა, რომელსაც სვამდნენ ყველანი. საფრანგეთის მთავრობა. საფრანგეთის პოლიცია. საფრანგეთის ჟურნალისტები. ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობდნენ პარიზში და უკვე ინტეგრირდნენ საფრანგეთის საზოგადოებაში. ყველანი კითხულობდნენ, რატომ არ დანებდებიან ლევილის სასახლის ადამიანები. პასუხი იყო მარტივი და რთული ერთდროულად. ისინი არ დანებდებოდნენ, რადგან ისინი იყვნენ ბოლო ადამიანები, რომლებიც ინახავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ბოლო ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, როგორი იყო პირველი რესპუბლიკა. ბოლო ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მანდატი, რომელიც მიეცათ 1921 წელს, როცა ისინი დატოვეს თბილისი. მანდატი, რომელიც ამბობდა, თქვენ ხართ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. თქვენ უნდა ელოდოთ იმ დღეს, როცა საქართველო გათავისუფლდება. და თუ ისინი დანებდებოდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ისინი ღალატობდნენ ამ მანდატს. ეს ნიშნავდა, რომ ისინი ღალატობდნენ ნოე ჟორდანიას. ეს ნიშნავდა, რომ ისინი ღალატობდნენ საქართველოს. 1955 წლის აგვისტო. ლევილის სასახლეში ჩამოდის ახალგაზრდა ქართველი, რომელიც დაიბადა პარიზში. მას ჰქვია გიორგი, ის არის 30 წლის და ის არის იმ მინისტრის შვილიშვილი, რომელიც დატოვა თბილისი 1921 წელს. გიორგი არასოდეს უნახავს საქართველო. მისთვის საქართველო არის მხოლოდ ისტორიები, რომლებსაც უყვებოდა მისი ბაბუა. მაგრამ ახლა მისი ბაბუა გარდაიცვალა. და გიორგი მოდის ლევილის სასახლეში, რომ შეხვდეს იმ 6 ადამიანს, რომლებიც კვლავ ცხოვრობენ იქ. ის მოდის და ეკითხება, რატომ აგრძელებთ? რატომ არ დანებდებით?
ერთ-ერთი 6-დან ყოფილი მინისტრი, რომელიც ახლა უკვე 75 წლისაა, უპასუხებს, რადგან თუ ჩვენ დავნებდებით, მაშინ საქართველო ნამდვილად დაიკარგება. არა მხოლოდ როგორც ტერიტორია, არამედ როგორც იდეა. და ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. გიორგი უყურებს ამ 6 ადამიანს. ისინი ყველანი მოხუცები არიან. ისინი ყველანი დაღლილები არიან. ისინი ყველანი იციან, რომ ისინი არასოდეს დაბრუნდებიან საქართველოში. მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებენ. ყოველ დღე ისინი აღმართავენ დროშას. ყოველ დღე ისინი მღერიან ჰიმნს. ყოველ დღე ისინი ლაპარაკობენ საქართველოზე. და გიორგი იწყებს გაგებას. ის იწყებს გაგებას, რომ ეს არ არის უბრალოდ ლოდინი. ეს არის რწმენა. რწმენა იმისა, რომ საქართველო არასოდეს დაიკარგება, თუ არსებობს ადამიანები, რომლებიც ინახავენ საქართველოს იდეას. და ამ მომენტში გიორგი იღებს გადაწყვეტილებას. ის რჩება ლევილის სასახლეში. ის ხდება მეშვიდე ადამიანი, რომელიც აგრძელებს ლოდინს. მაგრამ რა ხდება, როცა ახალი თაობა შემოდის? როცა ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნახავთ საქართველო, იწყებენ ლოდინს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მათ არასოდეს უნახავთ. როგორ შეიძლება ლოდინი იმისთვის, რაც არ იცი? ყოფილი მინისტრის შვილიშვილის ცოლი, რომელიც ფრანგია და დაქორწინდა ქართველზე, გვიყვება, პირველად როცა მივედი ლევილის სასახლეში, მე ვფიქრობდი, ეს ადამიანები გიჟები არიან. ისინი ცხოვრობენ ილუზიაში. ისინი ელოდებიან რაღაცას, რაც არასოდეს მოხდება. მაგრამ შემდეგ მე დავინახე, როგორ ისინი ცხოვრობენ. მე დავინახე, როგორ ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ღირსებას. მე დავინახე, როგორ ისინი ინარჩუნებენ თავიანთ რწმენას. და მე გავიგე, ისინი არ არიან გიჟები. ისინი არიან გმირები. გმირები, რომლებიც ებრძვიან არა იარაღით, არამედ რწმენით. 1955 წელი. 1955 წელი. 1955 წელი. წლები გადის. ლევილის სასახლეში ადამიანები ბერდებიან. ზოგიერთი მათგანი კვდება. მაგრამ ახალი ადამიანები მოდიან. ახალი თაობა. თაობა, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, მაგრამ რომელსაც ასწავლეს, რომ ისინი ქართველები არიან. და ეს ახალი თაობა აგრძელებს ლოდინს. ისინი აგრძელებენ რიტუალს. ყოველ დღე 12 საათზე დროშის აღმართვა. ყოველ დღე ჰიმნის მღერა. ყოველ დღე საუბარი საქართველოზე. მაგრამ რაღაც იცვლება. ახალი თაობა იწყებს კითხვების დასმას. ისინი იწყებენ კითხვას, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? რამდენ ხანს უნდა ვიცხოვროთ ამ ილუზიაში? საფრანგეთის ეროვნულ არქივში ინახება აუდიო ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 1955 წელს. ეს არის ჩანაწერი დისკუსიისა, რომელიც მოხდა ლევილის სასახლეში. ძველი თაობა და ახალი თაობა კამათობენ. ძველი თაობა ამბობს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ლოდინი. ახალი თაობა ამბობს, მაგრამ რამდენ ხანს? ძველი თაობა ამბობს, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება. ახალი თაობა ამბობს, მაგრამ ეს შეიძლება არასოდეს მოხდეს. ძველი თაობა ამბობს, მაშინ ჩვენ ველოდებით სამუდამოდ. რადგან ჩვენ ვართ საქართველოს ბოლო იმედი. თუ ჩვენ დავნებდებით, მაშინ საქართველო ნამდვილად დაიკარგება. და ამ მომენტში ახალი თაობა ჩუმდება. რადგან ისინი ხვდებიან, ძველი თაობა მართალია. ისინი ნამდვილად არიან საქართველოს ბოლო იმედი. 1955 წელი. ლევილის სასახლეში ცხოვრობს 10 ადამიანი. 6 მათგანი არის ძველი თაობა, ისინი, ვინც დატოვა საქართველო ან ვინც დაიბადა იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებმაც დატოვეს საქართველო. 4 მათგანი არის ახალი თაობა, ისინი, ვინც დაიბადა საფრანგეთში, მაგრამ ვინც გადაწყვიტა გაეგრძელებინა ლოდინი. 10 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ ორ რეალობაში. დღისით ისინი არიან ფრანგები, მუშაობენ, კიდულობენ, ესაუბრებიან ფრანგულად. ღამით ისინი არიან ქართველები, ლაპარაკობენ ქართულად, მღერიან ქართულ სიმღერებს, ელაპარაკებიან საქართველოზე. და ყოველ ღამეს, სანამ დაიძინებენ, ისინი ფიქრობენ, იქნებ ხვალ. იქნებ ხვალ მოვა ის დღე. იქნებ ხვალ საქართველო გათავისუფლდება. მაგრამ ხვალ არასოდეს მოდის. 1955 წელი გადის. 1955 წელი. 1955 წელი. 1955 წელი. 10 წელი.
20 წელი, 30 წელი, 40 წელი. და ისინი კვლავ ელოდებიან. ძველი თაობა კვდება. ახალი თაობა ბერდება. კიდევ უფრო ახალი თაობა მოდის. და ყველანი ისინი აგრძელებენ ლოდინს. რადგან ისინი იციან, თუ ისინი შეწყვეტენ ლოდინს, მაშინ ნოე ჟორდანიას მსხვერპლი იქნება ამაო. მაშინ ყველა იმ ადამიანების მსხვერპლი, რომლებმაც გაატარეს ცხოვრება ლოდინში, იქნება ამაო. მაშინ საქართველო ნამდვილად დაიკარგება. 1955 წლის დეკემბერი. ლევილის სასახლეში ხდება რაღაც უჩვეულო. ერთ-ერთი ძველი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ახლა უკვე 90 წლისაა, იძახებს ყველას და ამბობს, მე მინდა გითხრათ რაღაც. რაღაც, რაც მე ვიცოდი 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არასოდეს მithქვამს. ნოე ჟორდანია სანამ გარდაიცვალა დაწერა წერილი. წერილი, რომელიც მან მომცა და მითხრა, გახსენი ეს წერილი მხოლოდ მაშინ, როცა შენ იფიქრებ, რომ ყველაფერი დაკარგულია. როცა შენ იფიქრებ, რომ ჩვენი ლოდინი არის ამაო. მე ვფიქრობ, რომ ეს დრო დადგა. ის იღებს ძველ კონვერტს, რომელიც ყვითელია დროისგან. ის ხსნის კონვერტს. ის იღებს ქაღალდს. და ის კითხულობს. წერილში ნოე ჟორდანია წერს, თუ თქვენ კითხულობთ ამ წერილს, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე გარდავცვალე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ არის ოკუპირებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ კვლავ ელოდებით. და მე მინდა გითხრათ, არ შეწყვიტოთ ლოდინი. არ დანებდეთ. რადგან თქვენი ლოდინი არ არის ამაო. თქვენი ლოდინი არის ის, რაც ინარჩუნებს საქართველოს. არა როგორც ტერიტორიას. არამედ როგორც იდეას. და ეს იდეა ერთ დღეს გახდება რეალობა. იქნება არა თქვენ სიცოცხლეში. იქნება არა თქვენი შვილების სიცოცხლეში. იქნება არა თქვენი შვილიშვილების სიცოცხლეში. მაგრამ ერთ დღეს საქართველო გათავისუფლდება. და როცა ეს მოხდება, ყველა იცოდეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არასოდეს დანებდეს. ადამიანები, რომლებმაც ინარჩუნეს საქართველოს იდეა მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო ამბობდა, საქართველო დაიკარგა. როცა ის ამთავრებს კითხვას, ლევილის სასახლეში ყველა ჩუმია. ზოგიერთი ტირის. ზოგიერთი უბრალოდ დგას და უყურებს იატაკს. მაგრამ ყველა მათგანი ხვდება, ნოე ჟორდანია მართალი იყო. მათი ლოდინი არ არის ამაო. მათი ლოდინი არის ის, რაც ინარჩუნებს საქართველოს. და ისინი უნდა გააგრძელონ. ისინი უნდა გააგრძელონ ლოდინი, რამდენი ხანიც არ უნდა გასტანოს. რადგან თუ ისინი შეწყვეტენ, მაშინ საქართველო ნამდვილად დაიკარგება. არა როგორც ტერიტორია, ტერიტორია უკვე დაკარგულია. არამედ როგორც იდეა. და ეს იდეა არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. 1955 წლის დეკემბრის 35. ლევილის სასახლის ეზოში დგას 10 ადამიანი. ისინი დგანან თოლში. ცივა. მაგრამ ისინი არ ინძრევიან. რადგან დღეს არის განსაკუთრებული დღე. დღეს არის 24 წელი იმ დღიდან, როცა წითელი არმია შევიდა თბილისში. 24 წელი იმ დღიდან, როცა ნოე ჟორდანია დატოვა საქართველო. 24 წელი ლოდინისა. და ისინი დგანან და მღერიან საქართველოს ჰიმნს. ისინი მღერიან იმ ქვეყნის ჰიმნს, რომელიც აღარ არსებობს რუკაზე. მაგრამ რომელიც არსებობს მათ გულებში. და როცა ისინი ამთავრებენ ჰიმნს, ერთ-ერთი მათგანი ამბობს 24 წელი. და ჩვენ კვლავ აქ ვართ. ჩვენ კვლავ ველოდებით. და ჩვენ გავაგრძელებთ ლოდინს. რადგან ჩვენ ვართ საქართველო. რას გრძნობდით თქვენ, რომ ყოფილიყავით ერთ-ერთი ამ 10 ადამიანიდან? რას გრძნობდით, რომ ყოფილიყავით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ორ რეალობაში? რას გრძნობდით, რომ ყოფილიყავით ადამიანი, რომელიც ელოდება რაღაცას, რაც შეიძლება არასოდეს მოხდეს? რას გრძნობდით, რომ ყოფილიყავით ადამიანი, რომელიც იცის, რომ მისი ცხოვრება არის მსხვერპლი იდეისთვის, რომელიც შეიძლება არასოდეს გახდეს რეალობა? მაგრამ იქნებ ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა რეზულტატი. არამედ თავად ბრძოლა. თავად რწმენა. თავად იმედი. რადგან ეს არის ის, რაც ხდის ადამიანს ადამიანად. არა ის, რომ ის იგებს. არამედ ის, რომ ის არასოდეს დანებდება. 1955 წელი. 1955 წელი. 1955 წელი. წლები გადის.
ლევილის სასახლე კვლავ არსებობს. ადამიანები კვლავ ცხოვრობენ იქ. ისინი კვლავ აღმართავენ დროშას. ისინი კვლავ მღერიან ჰიმნს. ისინი კვლავ ელოდებიან. მაგრამ რაღაც იცვლება. ისინი აღარ ელოდებიან იმას, რომ ისინი თავად დაბრუნდებიან საქართველოში. ისინი ელოდებიან იმას, რომ მათი შვილები დაბრუნდებიან. ან მათი შვილიშვილები. ან მათი შვილიშვილების შვილები. ისინი ელოდებიან იმას, რომ ერთ დღეს, იქნებ 100 წლის შემდეგ, იქნებ 200 წლის შემდეგ საქართველო გათავისუფლდება. და როცა ეს მოხდება, ყველა იცოდეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არასოდეს დანებდეს. 1955 წლის დეკემბრის 35. ლევილის სასახლის ეზოში კვლავ დგას 10 ადამიანი. ისინი კვლავ მღერიან საქართველოს ჰიმნს. მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებულია. ამჯერად მათ შორის დგას ახალი ადამიანი. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ახლახან დაიბადა. ის არის მე-11. მე-11 ადამიანი, რომელიც შეუერთდა ლოდინს. და როცა ისინი ამთავრებენ ჰიმნს, ეს ახალგაზრდა ქალი ეკითხება, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ და ერთ-ერთი ძველი თაობის წარმომადგენელი პასუხობს, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება. ახალგაზრდა ქალი კითხულობს, მაგრამ ეს შეიძლება არასოდეს მოხდეს. და ძველი თაობის წარმომადგენელი პასუხობს, მაშინ ჩვენ ველოდებით სამუდამოდ. რადგან ჩვენ ვართ საქართველო. და საქართველო არასოდეს კვდება.